დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე თემას შევეხო. შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ დღესდღეობით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე, ისტორიული შენობების მოვლა-პატრონობაზე და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებაზე და არაერთი ნიშნულოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ამ თვალსაზრისით. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ასეთი არეალების შენარჩუნება, ძეგლების განახლება, რეაბილიტაცია, რაც გვაქვს დაგეგმილი კონკრეტული პროექტების სახით. სამწუხაროდ, მაშინ როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები, მე შემიძლია გაჩვენოთ ფოტოსურათებით თუ რაზეა საუბარი, თუ როგორ არის შენობების ფასადები დაზიანებული, ვანდალურად მოხატული. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5000-მდე ფაქტი არის დაფიქსირებული. ეს არის შენობა ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს აღნიშნული მიმართულებით კანონის გამკაცრება. გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს კანონის აღსრულება, ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დამოკიდებულება საკუთარი ქალაქის მიმართ და მსგავსი ქმედებები ყოვლად დაუშვებელია. თვითონ ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, აქ საუბარი არის ათეულობით მილიონ ლარზე. ეს არის ისევ თქვენი თანხა, რიგითი მოქალაქეების თანხები, რომელიც უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან. მაშინ, როდესაც შეგვიძლია ეს თანხები მიმართოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად და კეთილი საქმეების საკეთებლად. მე მინდა დავთხოვო თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციის წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს გოგი ჩიკოვანს, რომ აღნიშნული მიმართულება გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მკაცრად აღსრულდეთ კანონით გათვალისწინებული ნორმები. ასევე მინდა დავთხოვო თბილისის სერვისის ხელმძღვანელს გიორგი პაპავას, რომ ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში მოწესრიგებული იყოს შესაძლებლობების ფარგლებში ფასადები, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც გადაადგილდება ქალაქში, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ეს ყველაფერი. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემის მოგვარებაში არის უმნიშვნელოვანესი. ხას უსვავ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია. რატო უნდა მიხაროდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქის დაჯარიმება, ხო? ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან
ეს ქალაქი არის აბსოლუტურად ყველას. ჩვენი შვილების, მომავალი თაობების და მე ასე უყურებ და ასე მგონია, რომ ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. სხვადასხვა ფორმით. და ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და უამრავი ფაქტები ფიქსირდება იგივე ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში, დამტვრევა, განადგურება ინფრასტრუქტურის, რაც ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვთ, რომ არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო სარგებლობის ქონება წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება. მინდა კიდევ ერთხელ შევეხო თემას, რომელიც ბოლო დღეებია საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქის ცხოვრებაში. თბილისში მოსული უხინალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დღესაც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ტექნიკური მარილით მუშავდება და იწმინდება ტროტუარები, მეორე და მესამე ხარისხოვანი გზები, ჩიხები. 17 იანვრიდან დღემდე ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა, შესაბამისი რეაგირება, ცხელ ხაზზე მიღებულ ზარებზე შესაბამისი რეაგირება, ადგილზე გასვლა. მე მინდა მადლობა გადაუხადო თბილ სერვისის თითოეულ თანამშრომელს, მართლაც 24 საათიან რეჟიმში გრძელდება მუშაობა, რომ ქალაქი იყოს გამართული. პირველი რაც გაკეთდა ეს იყო ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდითი სამუშაოები, არანაირი შეფერხება არ ყოფილა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ბოლო 2 დღეა დაიწყო მუშაობა უკვე პატარა ქუჩებზე, ჩიხების დამუშავება, გაწმენდითი სამუშაოები და ასე შემდეგ. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო რაიონულ გამგეობის თითოეულ თანამშრომლებს, გამგებლებს, ყველას, ეკოსერვის ჯგუფს, თითოეულ თანამშრომელს და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს. მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ირაკლი ბენდელიანი. მინდა ირაკლის ასევე მადლობა გადაუხადო. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით აღმოგვეფრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს ფიქსირდებოდა. აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია იყო 112-თან, ყველა შემოსული ზარი, რომელიც მოგვეწოდებოდა ჩვენი მხრიდან, ამას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება, გავდიოდით ადგილზე და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტიპის თანამშრომლობა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზად არის ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო კანონის შესაბამისად ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკავონ გადაადგილებაზე გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ თავს და არც სხვის სიცოცხლეს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მონიტორინგს და ყველა ქუჩაზე მივალთ, სადაც შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები არის ჩასატარებელი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, განვითარება. საქართველოს მთავრობა ბოლო წლებში წარმატებული სპორტსმენებისთვის წახალისების არაერთ პროგრამას ახორციელებს. ჩვენს მუნიციპალიტეტიც და ზოგადად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღნიშნულ მიმართულებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას. მეც ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ მაგალითი მივცე მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ უთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, იცხოვრო სპორტულად. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში
წაადგება ჩვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება თითეული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი, არა აქვს მნიშვნელობა ის პროფესიონალი სპორტსმენია თუ ჩვეულებრივი სხვა მიმართულებით დასაქმებული ადამიანი. უნდა ვიცხოვროთ სპორტულად, ეს არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად პროცესში აქტიურად არის ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტიც, რომ წავახალისოთ სპორტის სხვადასხვა სახეობები, მიმართულებები, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო სპორტის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა პროექტი, პროგრამა თუ ინიციატივა გვაქვს წარმოდგენილი, გამოყოფილი გვაქვს თანხები, ვეხმარებით სპორტსმენებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც პროფესიული სპორტის სახალისებას და ღვაწლმოსილი სპორტსმენების დაფასებას ემსახურება, წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და რა თქმა უნდა ჩვენ ხვალაც გვექნება შესაძლებლობა დავაჯილდოვოთ წარმატებული თბილისელი სპორტსმენები, რაც ძალიან კარგია. 2018 წლიდან დღემდე სულ დაჯილდოვდა 931 სპორტსმენი. მიმდინარე წელს დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება ხვალ 23 იანვარს. ღონისძიებაზე დავაჯილდოვებთ 236 თბილისელ სპორტსმენს, რომლებმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვეს განსაკუთრებული წარმატება, ასევე დაჯილდოვდება ქალთა 5 და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1,297,000 ლარს. ჩვენ რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ სპორტის სახალისებას და შემთხვევით არ არის ის შედეგები, რაც ზოგადად სპორტში გვაქვს, წარმოუდგენელი შედეგები გვაქვს, რაც მისასალმებელია, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული, კეთდება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ სპორტსმენებს კონდეთ შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში და ნორმალურ გარემოში გააგრძელონ ვარჯიში, პატარებს და მომავალ თაობებს ნორმალურ პირობებში კონდეთ აღზრდის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის მიმართულებას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა საკითხებს, მოგაწვდით ინფორმაციას სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის ნომერ 12-ში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები 9 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება, კერძოდ 3220 კვადრატულ ფართობზე UEFA სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ-საფარიანი საფეხბურთო მოედანი და 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, სადაც რა თქმა უნდა ადგილები გათვალისწინებულია შუშუმ პირებისთვისაც. ასევე მოეწყობა ფეხბურთელებისა და მსაჯების გასახდელების, ველი წერტილებით, საშყაპეებით, შენობა აღიჭურება შესაბამისი ინვენტარით, პროექტის ფარგლებში ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ჯიხურის გადატანა, სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წელს. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, ხო საუბრობდით სპორტის მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები აღნიშნული მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც შეგპირდით 2026 წელსაც არ დავტოვებთ უყურადღებოთ ქალაქ შმეთის სიმწვანეს სივრცის შექმნის აუცილებლობას. უფრო კონკრეტულად კიდევ 2 ახალი სკვერი მოეწყობა გლდანის რაიონში. შესაბამისი სამუშაოები ილორის ქუჩის ნომერ 19-ში და ნომერ 23-ის მიმდებარედ განხორციელდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ბავშვთა გასართობის ზონისა და სპორტული მოედნების მოწყობას, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემების მონტაჟს, რა თქმა უნდა ჩატარდება შესაბამისი გამწვანებითი სამუშაოები, რულონური ბალახი დაიგება, ახალი ხელმცენარეები, ასევე სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული. პროექტის განხორციელებისთვის გდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 600,000 ლარი იქნება დახარჯული. მეორე პროექტს ადგილობრივი გამგეობა გდანის მე-6 მიკრორაიონის 22 კორპუსის მიმდებარედ განახორციელებს. დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრ სივრცეზე ჩატარდება სამუშაოები. აქაც განთავსდება ბავშვთა გასართობის ზონა, ახალი ხელმცენარეები დაირგვება.
თავისი განათებებით, სარწყავი სისტემებით და ყველანაირად მოწესრიგებული იქნება აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას, ბევრჯერ მithქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გვინდა ყველა რაიონში უბნების დონეზე არსებობდეს ასეთი მოწესრიგებული სივრცეები, სადაც ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ გაერთონ, დაისვენონ, ივარჯიშონ, განიტვირთონ და ასე შემდეგ. ეს იყო რის თქმაც მინდოდა და მეგობრებო, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ხისასრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.